მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმრები არიან ფერმერი ალექსანდრე სეხნიაშვილი და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის მეგობრებო და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ძირითადად სოფლის მეურნეობა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში და ამისათვის მადლობა ალექსანდრეს რომ გვეწვია. მინდა შევახსენო მაყურებელს რომ ეს ჩვენი ბოლო გადაცემა იქნება, ამიტომ გული არ დაგწყდეთ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ასე თუ ისე რაღაც საქმე გავაკეთეთ, წამოვწიეთ რაღაც საკითხები წინ და იმედია კიდევ შევხვდებით სხვა გადაცემებში და როგორც იტყვიან წინ ახალი გამარჯვებებისკენ. მინდა რომ დავიწყო ტრადიციულად იოსებ სტალინის ციტატით და ეს არის ციტატა მარქსიზმის თეორია და პროგრამა. ასეთი სტატიიდან. სტრატეგია თვითონ არ შეისწავლის მოძრაობის ობიექტურ პროცესებს. მიუხედავად ამისა, იგი ვალდებულია იცოდეს ეს პროცესები და სწორად ითვალისწინებდეს მათ. თუ არ სურს დაუშვას ფრიად უხეში და დამღუპველი შეცდომები მოძრაობის ხელმძღვანელობის საქმეში. მოძრაობის ობიექტურ პროცესებს შეისწავლის უწინარეს ყოვლისა მარქსიზმის თეორია, შემდეგ კი მარქსიზმის პროგრამაც. ამიტომ სტრატეგია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს მარქსიზმის თეორიისა და პროგრამის მონაცემებს. მარქსიზმის თეორია სწავლობს რა კაპიტალიზმის ობიექტურ პროცესებს, მათ განვითარებას და გვტომაში, იმ დასკვნამდე მიდის, რომ გარდაუვალია ბურჟუაზიის დამხობა და პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების დაპყრობა. გარდაუვალია კაპიტალიზმის შეცვლა სოციალიზმით. პროლეტარულ სტრატეგიას ნამდვილად მარქსისტული მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს, თუ მის მუშაობას საფუძვლად დაედევა მარქსიზმის თეორიის ეს ძირითადი დასკვნა. სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს იმ ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, რომლითაც უნდა წავიდეს მუშათა კლასის მოძრაობა და სადაც პროლეტარიატისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელია მოახდინოს ძირითადი დარტყმა მოწინააღმდეგის მიმართ, პროგრამით დასახული მიზნების მისაღწევად. მინდა რომ აი ამ ციტატით დავიწყოთ პირველ რიგში და ჩემი კითხვა ამ შემთხვევაში იქნება ცოტა უფრო სიღრმისეული და ალექსანდრე თქვენ მინდა გკითხოთ, ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ახლა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ხო? ეს იყო საბჭომდელი, ასე ვთქვათ, ნაწერი, როდესაც ბურჟუაზიის დამხობა და სოციალიზმის გამარჯვება მოხერხდა და ახლა თითქოს უკუღმართად ვართ უკვე შემოქცეული, სულ სხვა გამოცდილება გვაქვს. ზოგი თეორეტიკოსი ამბობს სხვათა შორის და ამაზე მინდა გიორგის შემდეგ რომ თქვენს გააკეთოთ კომენტარი. ზოგი თეორეტიკოსი ამბობს რომ შეუძლებელია პოსტსაბჭოთა ქვეყანა რა გზითაც არ უნდა აირჩიოს მან არ მიდიოდეს სოციალიზმისკენ, იმიტომ რომ საზოგადოებას ეს ყოფა ნანახი აქვს. ზოგი თეორეტიკოსი ამასაც ამბობს, ეს რამდენად სიმართლეა ამაზეც მინდა ვიმსჯელოთ და მინდა ესეთი კითხვა დავსვა ამ შემთხვევაში. რადგან ჩვენი მუშა ამ შემთხვევაში არის ძირითადად დაკავებული ფაქტობრივად დღე და ღამე მუშაობაში და მისთვის თითქმის შეუძლებელი არის ხოლმე რომ გათვითცნობიერდეს აი ასეთ ლიტერატურაში, მიიღოს თეორიული ცოდნა. და ამ შემთხვევაში ფერმერი, გლეხი თუნდაც როგორც იტყვიან გლეხურად ცოტა მეტი დრო აქვს ხოლმე და მეც ამ ბოლო პერიოდში, როდესაც მიწევს ურთიერთობა თუნდაც ლექსოსთან, თუნდაც სხვადასხვა ადამიანებთან, რომელიც შედარებით მიწაზეა მიბმული, ხო? პირიქით ჩანს ხოლმე, რომ თითქოს ამ ადამიანებს უფრო მეტი სიახლოვე აქვთ სოციალისტურ იდეებთან, იმიტომ რომ თითქოს რაღაც დრო აქვთ, იმიტომ რომ არა მარტო მიწაზე ხარ ამ შემთხვევაში მიბმული, ამინძეც ხარ, ხო? თუ წვიმს ვერ გადიხარ მაგალითად მიწასთან, ხო? თუ თოვლია ვერ გადიხარ და ნუ ამ დასვენების პერიოდს იყენებ იმისთვის რომ ეს შემეცნება გქონდეს და მინდა პირველ რიგში ლექსო თქვენგან დავიწყოთ და აი მოკლე მონახაზი რო ვთქვათ ფერმერის ცხოვრების, რომ აი ამაზე შემდეგ ავაგოთ უკვე მსჯელობა, ანუ თქვენი განმოსახედიდან რა ხდება, თქვენ ხართ სოფელ ველისციხიდან და აი რა ხდება ფერმერის ყოფა როგორია დღევანდელობაში. საერთოდ ფერმერის ყოფა დღევანდელობაში დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან გართულებულია. უამრავ პრობლემასთან უწევს შეჭიდება, ბრძოლა. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არანაირად არ ერევა და გვერდში არ უდგა. დამოუკიდებელი ძალებით უწევთ ყველანაირი ღონისძიების ჩატარება. იქნება ეს მიწის სამუშაოების ჩატარება, მოხნა იქნება თუ
შეწამლა თუ პესტიციდები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ არანაირ თანადაფინანსებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მცირე ფერმერები ვინც არიან. ეხლა მსხვილი ფერმერები ვინც არიან, ვისაც აქვს 100 ჰექტარი, 200 ჰექტარი, იმათ კიდე რაღაცა შეღავათი იმათზე ვრცელდება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ აი ეს მცირე ფერმერები, ვინც ძირითადად მოსახლეობის ბირთვს წარმოადგენენ, არაფერი შეღავათი არ არის რა მათთვის. წეღანაც აღნიშნე გვიწევს დამოუკიდებელი რესურსებით გამკლავება ამ ყველაფერთან და პლუს ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ბაზარი არ არის სტაბილური. მოვიყვანთ რაღაცა ერთ პროდუქციას, ერთი წელიწადს აქვს ფასი, მეორე წელიწადს არ აქვს ფასი. არის ესე მე ბევრი ფერმერი ვიცი, ეს მცირე ფერმერი, რომ ვალიდან ვალში გადადის. ჩააბარებენ ეს ყურძენია თუ რა ვიცი, გინდაც ატამი, გინდაც გარგარი, ნებისმიერი ხილი. ერთ წელიწადს ნახავენ მოგებას, მეორე წელიწადს ზარალი, მესამე წელიწადს რომ მოგებას ნახავს კიდევ ის იმ ზარალის გადაფარვაზე მიდის და აი ფაქტიურად წინსვლა არ არის. ხო, აი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, აი რაღაცა სტაბილური ფასი შეიმუშაოს. აი ეს მინდოდა მეკითხა. სტაბილური ფასი უნდა შეიმუშაოს და მაქსიმალური, ანუ მაქსიმალური არის ბაზრის მოძიებაც, სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა, რაც გაგვიხარდება ყველას, ხო, აქ ვინც ვართ ახლა ამ შემთხვევაში, რომ ყურადღება მიქცეული იყოს, მაგრამ აი მინიმალურზე სიტყვაზე რა არის მინიმალური მოთხოვნა ამ შემთხვევაში ფერმერის? ფერმერის მინიმალური მოთხოვნა ის არის, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს მონაწილეობა, უნდა ჩაერიოს, რომ რაღაცა პროდუქციას რო მოიყვანს ფერმერი და შექმნის, იმან გარანტირებულად ეს პროდუქცია გაყიდოს და მოგება ნახოს. როდესაც ეს ფერმერი ამ მოგებას ვერ ნახულობს, ერთ წელს ვერ ნახა მოგება, ორ წელს ვერ ნახა, მე იძულებულია რომ მიატოვოს ეს ყველაფერი, გაყიდოს და გაიქცეს საზღვარგარეთ და რამდენი ადამიანი უნდა გაიქცეს საზღვარგარეთ, დაიცალა საქართველო. თუ გლეხს, მცირე ფერმერს, უბრალო მოქალაქეს ხელი არ შეეწყო, თავის მიწა-წყალზე დამკვიდრდეს, თავის მიწა-წყალზე ხეირი ნახოს, ის ბუნებრივია იძულებული გახდება, რომ წავიდეს ქვეყნიდან და აგერ ახლა არსებობს სტატისტიკა და ყველას ხელი მიუწვდება და ყველას შეუძლია ნახოს, რომ რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, მართალია არც წინა ხელისუფლება გამოირჩეოდა დიდი ლოიალურობით გლეხების მიმართ, მაგრამ და ფერმერების მიმართ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში კიდე გაორმაგდა მიგრაცია. ძალიან ბევრი არის, ესე იგი, წასული უპერსპექტივობის გამო და გაიქცნენ და ვისაც რაღაცის შექმნა შეუძლია თავის ქვეყანაში და ჩვენ ქვეყანაში და რაღაცა გონებრივი შესაძლებლობები აქვს და უნარები აქვს, ყველა გარბის, ანუ ტვინების გადინება ხდება რა და რჩება აქ მოსახლეობაში მეორე ხარისხოვანი, მესამე განსაკუთრებით სოფლებს შეეტყო ეს რა. მოხუცების იმათ არის გადაქცეული. ახალგაზრდა ვერ ახედავს, ყველა მიდის. უნდა რაღაცა შეიმუშაოს მთავრობამ, ხელისშეწყობა უნდა იყოს, თვითონ იციან როგორც თუ უნდათ, გააკეთებენ, დასახავენ რაღაცა პრიორიტეტებს და შეუწყობენ ხელს და არ უნდათ არანაირი კონტურები არ იკვეთება, რომ რაღაცა აინტერესებდეთ, რომ სოფელი არ დაიცალოს და ის მკვიდრი მოსახლეობა დარჩეს სოფელში. ეს ყველაფერი სოფლიდან იწყება. ძლიერი სოფელი ინახავს ქალაქს და სოფლიდან იწყება საერთოდ. სოფელი თუ დაიცალა, მარტო ერთი თბილისი გახდა ესე თავკომბალა და ყველა გამოიქცა და ზოგი კიდე საზღვარგარეთ. მოსახლეობისგან თუ დაგვეცალა რეგიონები, რა არის, რა იქნება გამოფიტული საქართველო, ხო? ჩამოდიან მერე ირანელები, ინდუელები, ისინი ყიდულობენ ჩვენ მიწა-წყალს და ისინი მკვიდრდებიან და ფაქტიურად რამოდენიმე წელიწადში იქით მიდის ტენდენცია, რომ საქართველო იქნება ქართველების გარეშე და ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ბატონო, გიორგი, კომენტარს ხარ გააკეთებ? არა, კომენტარს რა ვიცი. იცი რა, მოდი ესე შევხედოთ, ანუ აქ არის ესეთი მომენტი, მიუხედავად სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი სფერო, მაგრამ თავისთავად ის საკითხი, რაც სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში გულისხმობს, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა და უფრო ამ პერსპექტივიდან შევხედავდი. ერთის მხრივ რაღაც რა თქმა უნდა
კითხვასავით მექნება ლექსოსთან მე გითხრათ რომ თითქოს არსებობს რაღაცა სოფლის მეურნეობის პროგრამები და ასე შემდეგ და რას ეხება როგორ ეხება რამდენად ეხება ასე მცირე ფერმერებს და ეგეც რომ მოგვიყვეს მაგალითად კი ბატონო ხო და თავისთავად ამ საკითხი დგას ასე რომ რა ესე უნდა შევხედოთ ალბათ ამ საკითხს ჩემი აზრით როგორც სახელმწიფოს პერსპექტივიდან რომ რა დაღვიქვამთ სოფლის მეურნეობას საერთოდ ანუ რა არის ის ჩვენთვის რა ტიპის ასე ვთქვათ კატეგორიაში უნდა ვიაზროვნოთ როდესაც ვთქვათ სოფლის მეურნეობის საკითხებზე საუბრობთ ხო ბუნებრივია უამრავ ქვეყანაში და მე მგონია რომ ყველგან სოფლის მეურნეობის სფეროს სუბსიდიების და დოტაციების სივრცე ყველგან სახელმწიფო დოტაციაზე დგას ეს სივრცე და რატომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი რომ რატომ არის მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის დახმარება არა იმიტომ რომ ამაზე შეიძლება ეკონომიკა დავაფუძნოთ ხო ეს შეუძლებელი ანუ ეკონომისტებისთვის ეს ძალიან მარტივი ამბავია რომ სოფლის მეურნეობის საკითხებს სოფლის მეურნეობა ზოგადად არ შეიძლება რომ ქვეყნის ეკონომიკა მით უმეტეს ინდუსტრიული პერიოდის ეკონომიკა დაეფუძნოს ხო და მით უმეტეს აი ამ ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში დავაფუძნოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები როგორც პრიორიტეტულ დარგად სოფლის მეურნეობას აგრარულ სექტორს მაგრამ მიუხედავად ამისა სოფლის მეურნეობაზე არავინ არ ამბობს არსად უარს და პირიქით ის არის ასე ვთქვათ მაღალი დოტაციების სივრცე და რატომ იმიტომ რომ ეს არის ერთის მხრივ ამაზე უკვე თქვა ლექსონ გაამახვილა ამაზე ყურადღება რომ ეს არის ხალხისგან დაცლის საკითხი ანუ მოსახლეობის ცხოვრება რაღაც გარკვეულ სივრცეში ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ დაკავშირებული თემა არის ხო მით უმეტეს საზღვრისპირა სოფლებს თუ შევხედოთ საზღვრისპირა რეგიონებს თუ შევხედოთ ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისა რომ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში და სასურსათო უსაფრთხოების ეს ორი ძირითადი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი რაზეც უნდა ვაკეთებდეთ აქცენტირებას ხო ანუ აი მაგალითად როგორც კი პანდემიის პერიოდი დაიწყო გვახსოვს ყველას რომ სერიოზული პრობლემა გაჩნდა ხორბლის მოწოდებასთან დაკავშირებით, ზეთის მოწოდებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ხო? ხა რა თქმა უნდა ჩვენ ესე ვითვლებით რომ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და რაც განსაკუთრებულ აქცენტებს ამაზე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რაღაცა დონეზე შეგვიძლია რომ აი ამ დოტაციებით, აი ამ ხარდაჭერით ვუზრუნველყოთ ის რომ ერთის მხრივ განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლები არ იყოს დაცლილი რეგიონები არ იყოს დაცლილი და მეორეს მხრივ ჩვენივე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების რაღაცა ბალიშები გქონდეს. ნუ გარდა იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ადამიანებისთვის, ესე ვთქვათ, დასაქმების სივრცე და ასევე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბიომეურნეობის ხელშეწყობა და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ რაღაცა გარკვეული ნიშა შეიძლება კიდე გქონდეს რაღაცა ვთქვათ საექსპორტო კალათაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას პირადად მე არ განვიხილავ როგორც ეკონომიკის, ესე ვთქვათ, პრიორიტეტულ დარგს, უფრო მეტად ჩემთვის ეს უსაფრთხოების ნაწილთან არის დაკავშირებული, როგორც მოსახლეობის დაცლის ნაწილში, ისე სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში. და აქედან გამომდინარე ეს ქმნის ზოგადად თუ სადმე პროტექციონიზმი არსებობს აი ორი მიმართულებით, ხო, ერთი ვთქვათ ეკონომიკის რეალურ მიმართულებაში, ვთქვათ, ინდუსტრიულ პოლიტიკებში მხარდაჭერა ინდუსტრიისა, იმიტომ ხდება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, ეკონომიკური განვითარება გქონდეს და მეორეს მხრივ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ხდება პირველ რიგში აი ამ უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე და ჩვენც ეს გვჭირდება ჩემი აზრით უდავოდ. ანუ აქ პრობლემა ისევ და ისევ იქ მოდის და იქიდან ამოდის, რომ ეს იდეოლოგიური ბაზისი პოსტსაბჭოთა საქართველოსი არის იმდენად გამორიცხავს სახელმწიფოს მონაწილეობას რაღაცა თქვა ეკონომიკურ პროცესებში, რომ რთული არის საწინააღმდეგო მტკიცებაც კი. ანუ ეს იმდენად გაჯერებული ამითი მოსახლეობაც კი, ანუ ცალკეული ინდივიდების გარდა აი დარწმუნებული ვარ, ხო, ესე ვთქვათ. ლექსოს გვერდზე უამრავი ადამიანი ალბათ ცხოვრობს, კი, როდესაც რაღაცა კონკრეტული პრობლემა აქვს, ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა დამეხმაროსო, მაგრამ აი ეს ინდოქტრინაცია 30 წლიანი მათაც კი, სოფელშიც კი ადამიანებს ეუბნება ხოლმე ხშირად, რომ რაღაცას
ქვია მაგას. სახელმწიფო არ უნდა იყოს ჩარეული ეკონომიკურ პროცესში, ხო? ბატონო, აი ლექსო სანამ ასევე გიორგის კითხვასაც გასცე პასუხი მინდა ერთი კითხვა ასევე დავამატო, უფრო კითხვა არის ჩვენ რახან უკვე ვახსენეთ გიორგი მაცახსენე რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და მეც ვახსენე, ხო? მინდა ასევე გამოვიყვანოთ ამის შედარების ფუფუნება რო გვაქვს, ესეც კარგი რამე. აი ველისციხე რას აკეთებდა? რა იყო ველისციხე, ხო? ანუ კი, წარსულში ხედვით კი არ ვამბობ ამას, სუფთა ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე. კონკრეტულად თქვენი სოფელი ამ შემთხვევაში რა იყო? რამდენი სული იყო თუ რამდენი კომლი იყო, რას აკეთებდა, რა პოტენციალს ატარებდა, რომ მე და გიორგისაც გვისაუბრია ამაზე და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რა პოტენციალი უნდა კონდეს მოსახლეობის ქვეყანას, რომ რაღაც დიდ ინდუსტრიულ პროექტებს შეეჭიდოს, ხო? მაგრამ არსებობს რაღაც დიდი ინდუსტრიული პროექტები და არსებობს თუნდაც ელემენტარული, ხო, რომ აი ხეხილი მოყავს სოფელს მაგალითად და იმ ხეხილის ჩამბარებელი პუნქტი ცალკე, საკონსერვო ქარხანა ცალკე კონდეს, გადაუმუშავებელი წვენის ქარხანა კონდეს თუ რაღაც, ანუ და ამასთან ერთად რა თქმა უნდა რაღაც ალტერნატიული დასაქმების ადგილები, ხო, იგივე აი ვისაუბრეთ გადაცემაში შემოსვლამდე, რომ ველისციხე აწარმოებდა ტანისამოს. ხო, რაღაც ვაისურებს თუ რაღაც ამ დაკვირვებს. კი, იყო. მოდი ჯერმე თქვენ კითხვას გავცემ პასუხს და მე დაუბრუნდები აი ამ ჩვენი ბატონის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ კითხვას გავცემ პასუხს. როგორც ესეთი ყველა ეს დღევანდელობა მოდის ხო ამ წინაწარსულიდან, რასაც ქვია კომუნისტური ეპოქა. კომუნისტურ ეპოქაში ჩემ სოფელშიც და მთლიანად საქართველოშიც ეკონომიკა იყო ძალიან უმაღლეს დონეზე გამართული. ხალხი იყო ზედასაქმებული. არ არსებობდა უმუშევარი, არ არსებობდა ბოლო მათხოვარი არ არსებობდა. და დღეს მათხოვარიც ბევრია. დაუსაქმებელი ადამიანის ბევრია და ამის გამო წეღანაც ვახსენე მოვიყვანე ეს მაგალითი საზღვარგარეთ გარბის მოსახლეობა. ეხლა რაც შეეხება ჩემს სოფელში იყო სამი ღვინის ქარხანა ფუნქციონირებდა. კახეთი მოგეხსენებათ რომ ძირითადად მევენახეობის კუთხეა და ძირითადად ვენახები იყო გაშენებული და დღესაც არის, მაგრამ იმდენად აღარ, ანუ უპერსპექტივო გახდა ეს დარგი. სამი ღვინის ქარხანა იყო, გარდა ამისა, რომ ამ ღვინის ქარხნებში ხალხი იყო დასაქმებული და ყოველთვიურ შემოსავალს იღებდა. ასევე იყო მეურნეობები, სადაც იყო დასაქმებული ეს ხალხი და სხვათა შორის ძალიან კარგად შეიმუშავა მაშინდელმა კოლმეურნეობებმა, რომ უკვე თვეში ერთხელ კი აღარ გასცემდნენ ხელფას. თვეში ორჯერ გასცემდნენ. ყოველ 15 დღეში ხელფას გასცემდნენ. და წარმოგიდგენიათ, რომ ესე იგი მაშინდელი გადმოცემით მაინც გეცოდინებათ თქვენ, რომ მაშინდელი მანეთი დოლარზე მეტი იყო. ანუ ის ანაზღაურება იმდენად ძლიერი იყო და იმდენად მყარი იყო, რომ ყველანაირ ადამიანის სოციალურ უზრუნველყოფას ახდენდა. ყველაფერში ყოფნიდა ის ხალხს. დღეს კი რაოდენ მაღალი ხელფასიც არ უნდა გქონდეს, გაიხედავ თვეგავა, აიღებ ხელფას და თვიდან თვემდე ხალხს ძლივს ყოფნის. ანუ არ არის ის ლარი, ეს ჩვენი ლარი იმდენად სტაბილური, იმდენად მყარი, რომ დაუშვათ ყველაფერი დაიფინანსო ყველანაირი მოთხოვნილობა. ხო, ეხლა კიდევ რაც შეეხება ეს ღვინის ქარხნები კი ბატონო იყო, მეურნეობებში იყო ხალხი დასაქმებული, ესეც და იყო ასევე ადგილმრეწველობა. ანუ ადგილმრეწველობა რას ნიშნავს? მსუბუქი მრეწველობა იყო, სადაც გამოდიოდა იქსოებოდა, მაიკები, ესე იგი, ანუ ტრიკოტაჟის ქარხანა იყო, ესე რო ეძახიან რა, ესე ვთქვათ. შარულები, მაისურები და აქაც დიდი, ანუ ესე იგი, სხვადასხვა სახის ნაჭრები იქსოებოდა. და რის შემდეგაც ამ ნაჭრებისგან იკერებოდა სხვადასხვა სახის ტანისამოსი და აქაც უამრავი ხალხი იყო დასაქმებული. რატომღაც ეს რო დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი
ეს მრეწველობებიც დაინგრა, გაჩერდა, ხალხი დარჩა უმუშევარი. იმის მაგივრად, რომ მაშინდელ შევარდნაძის ხელისუფლებას ეს საწარმოები გრევისაგან ეხსნა და რაღაც გადაიარაღება მომხდარიყო და ისევ ფუნქციონირება შეენარჩუნებინა. მოხდა ესე, რა ვიცი, ზოგი ჯართად ჩააბარეს, ჩამოიშალა, აი უყურადღებობით რა ვიცი, ძალიან არა აი მტრული დამოკიდებულება გამოიჩინა რა, ესე ვთქვათ, მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბევრი საწარმო მაშინ დაიშალა, დაინგრა, დაიქსაქსა, მოიყიდა და გაპარტახდა და გაუბედურდა და იმიტომაც არის, რომ ესე იგი ამ წარსულიდან მოდის დღევანდელი ეს უმუშევრობა. აი ეს ისინი რომ შენარჩუნებულიყო აი ეს საწარმოები, დღევანდელი ჩადებულიყო დღევანდელი ინვესტიცია, დღევანდელი კუთხით გადაიარაღებულიყო, ახლებურად გადაიარაღებულიყო და ეს შენარჩუნებულიყო, ბუნებრივია ეს მიგრაცია იმდენი აღარ გვექნებოდა. აი ეს არის პრობლემები, რაც ეს არის რა. პლუს ახლა ამას წარმოიშვა კიდე დღევანდელობაში წარმოიშვა ეს მუშახელის დეფიციტიც არის უკვე. ეს ხალხი რომ გაედინა, წავიდა, ბუნებრივია შობადობაც შემცირებულია. თქვენ იცით ალბათ რომ აი სტატისტიკურად გარდაცვალება უკვე ჭარბობს შობადობას საქართველოში. ხო, აი ეს არის კიდე ძალიან დიდი პრობლემა. ანუ გარდაცვლილი უფრო მეტია სოფელშიდაც დაწუნებულა ქალაქშიდაც ესე იქნება ვიდრე ახალშობილი. რატო? ეს ამ ყველაფერს იწევს ეკონომიკური სიდუხჭირე. როდესაც ადამიანს უჭირს არა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ვერ ხედავს სახელმწიფოს მხრიდან თანამდგომას. ვერ ხედავს რომ აი რაღაცაში ეხმარება სახელმწიფო, რაღაცაში გვერდში უდგა. იმიტომ აღარც ოჯახები იქმნება, ეს მიგრაცია და ძლიერი მდგომარეობა, აი რუხი ფერებია გაბატონებული რა. ხო და რა ვიცი ესე როდემდე დაიჭერს თავს და როდემდე გაგრძელდება ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. ეხლა მე ერთი ფაქტი მინდა კიდე გამოვყო. მე დავამთავრე გურჯაანის სკოლა-ინტერნატი. ნუ შობლების კუთხით რაღაცა პრობლემა იყო და ჩვეულებრივ სკოლაში ცოტა ხანი ვიარე და შემდეგ დავამთავრე სკოლა-ინტერნატი. ეს იყო ძალიან უნიკალური პროექტის დაწესებულება. რომელი წელი იყო? რომელსაც დაამთავრეთ? მე დავამთავრე სადღაც 2003 წელში, 2002 წელში დავამთავრე. ესე იგი, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო ბუნებრივია განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში და აი რამდენი უპატრონო ბავშვი იყო, რამდენი ავანტყოფი, ხეიბარი აქ ეძლეოდათ ამ ბავშვებს შესაძლებლობა რომ ცხოვრების ასპარეზზე გამოსულიყვნენ. სწავლა თავის დროზე იყო, კვება თავის დროზე იყო, ყველანაირი ხელშეწყობა იყო, აი ავანტყოფი ბავშვებისთვის, პკეტერფიანები, ასე შემდეგ, ზოგის აი ხეიბრები, აი ესეთი ბავშვებისთვის იყო ეს ისა და სამედიცინო მომსახურება, ყველანაირად იქ დაჩებზე მიყავდათ, იქის, ანუ არაფერი არ ეკლდათ. დღეს ეს ყველაფერი მოშლილია, ეს შენობა ნაგებობები, რა ვიცი, გაყიდა დღევანდელმა ხელისუფლებამ, გასხვისდა, გადაეცა, რა ვიცი, ვიღაც კერძო ბიზნესმენს და იქ სხვა რაღაცა კეთდება, ის უნიკალური შენობა ნაგებობები გაპარტახდა, მოინგრა, აი ესეთი ბავშვების კატეგორია დღეს რა დღეშია? არიან, ესე იგი, კერძო ოჯახებს აბარებენ და იმ კერძო ოჯახებს უქმნიან დაფინანსებას და ვითომ იმათ უნდა გაზარდონ, მიიყვანონ იმ კონდიციამდე, რომ შემდეგ გახდება სრულწლოვანი და წავიდეს და თავის თავს მიხედოს. ეს ხო იმ ხელა მიმართულებას და იმ ხელა იმ მუხტს ვერ ჩაუდებს იმ ახალგაზრდას, რომ რასაც ის სკოლა-ინტერნატი აკეთებდა და რასაც ის ცოდნას აძლევდა, კვალიფიკაციას აძლევდა და ხელობასაც ასწავლიდა. აი ხელობაზე გამახსენდა ეხლა, რომ იყო აი ველისციხეში იყო ჩემს სოფელში პროფტექნიკუმი იყო, სადაც გამოდიოდნენ ძღოლობასაც ხო ასწავლიდნენ, დურგლები, კალატოზები, ვეტერინარიას ასწავლიდნენ. აი ძალიან ბევრ რაღაცას. და ეს შენობა ნაგებობაც უნიკალური, იქ დასარჩენი იყო, ხალხი რჩებოდა, იძინებდა, სხვადასხვა სოფლებიდან იყვნენ, სხვადასხვა რაიონებიდან და
ყველანაირად კვალიფიცირდებოდნენ და ყველანაირად ცოდნასა და განათლებას იღებდნენ და შემდეგ გადიოდნენ ასპარეზზე და ამ ქვეყნის აღშენებულობაში ყველა თითო აგურს დებდა. ესეც დაანგრიეს, გააპარტახეს. ეხლა ეს შევადნაძისობს კი არა. ეს ეხლა მოხდა. აი ოცნების პირობებში მოხდა. დღევანდელი ხელისუფლება. ჯერ შეუშვეს ვიღაც, დაანგრიეს, აგურ გაყიდეს, შემდეგ გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე და ეხლა იქ რაღაცა კომერციული ფართს აკეთებს და ისა. რატო ხო შეიძლებოდა რომ ის სოციალიზმის პირობებში ამ შენობა ნაგებობის აშენებაში, აღორძინებაში რა უზარმაზარი თანხებით ჩაიდო ისევე ხალხის კეთილდღეობას რომ მოხმარებოდა და ისევ ხალხის საკეთილდღეოდ პატარა რაღაცა ხელის შეულება უნდოდა და რეაბილიტაცია ჩატარებოდა და ისევ იმდაგვარი ფუნქცია ქონებოდა რომ ხალხის იმას მოხმარებოდა ცოდნასა და განათლებას და განათლების სისტემაში კიდევ ერთი აგური დაედო ამ სასწავლებელს. მაგრამ არა, აი ესე პარტახდება და ესე ნადგურდება ის ძველი ინფრასტრუქტურა, რასაც კომუნისტებმა სათავე დაუდეს და რა მიმართულებებით იმათ აიღეს და ბუნებრივია ეხლა განათლების სისტემა მოშლილია ეს სახელობო განათლების სისტემაც ესე ჩამოშლილია ვიღაცას უნდა მიებარო ვიღაც ხელოსანს რომ იმან გასწავლოს ამას არა აქვს აი ორგანიზებული ხასიათი რომ აი როგორც ადრე კომუნისტების დროს რომ დიპლომს გასცემდნენ აი წეხან რაზეც ეხლა ვსაუბრობ ეს ჩვენი სოფლის პროფტექნიკუმი რო იყო მიხვიდოდი დაამთავრებდი გასწავლიდნენ მოგცემდნენ დიპლომს სერტიფიკატს და იყავ პროფესიონალი აღარ არის ეს ყველაფერი მოშლილია და ბუნებრივია გვექნება კვალიფიციური ადამიანი მუშახელის პრობლემაც არის განათლებული ადამიანების პრობლემაც არის საერთოდ არაკვალიფიციური კადრები ყავს ყველგან რა არაკვალიფიციური აი ესე რაღაცა კერძო იმეების იმაზე ვართ დამოკიდებული რა ვიღაცას უნდა მიებარო იმ ვიღაცამ რაღაცა გასწავლოს და აი ესე რაღაცა წლების განმავლობაში უნდა რაღაცა ცოდნა დააგროვო აი ესე გაპარტახდა ეს ყველაფერი ხო და დღევანდელობაში ვერავ ხედავ იმას და არ ჩანს რომ სახელმწიფოს მხრიდან რაღაცა ხელშეწყობა იყოს აი ამ მიმართულებით რა ხო ეხა თქვენ წეგან ახსენეთ სუბსიდირება სოფლის მეურნეობის შესახებ სუბსიდირებებიც არის რომ მე ვიციო და აი ხა მაგაზე მინდა გავამახვილო ყურადღება კი ბატონო არის სუბსიდირებები მაგრამ ხშირად ეს სუბსიდირებები ჩემო ბატონო წარმოადგენს ანუ არ არის დამაკმაყოფილებელი ეხა კერძო ღვინის ქარხანა რომ იხდიდა ყურძენში დაუშვათ 70 თეთრს კერძო ბიზნესმენი რა სახელმწიფომ დაასუბსიდირა ეს დაუშვათ 20 თუ 30 თეთრით დაასუბსიდირა მაგრამ საერთო ჯამში შეადგინა 1 ლარი დაუშვათ ყურძენზე მაქვს საუბარი ეს 1 ლარიც კი არ არის საკმარისი იმ მცირე ფერმერისთვის რომ რაღაცა ესე იგი მოგებაზე გავიდეს და მომავალ წელს კიდევ უნდეს ყურძნის მოყვანა. არ არის დამაკმაყოფილებელი. იმიტომ რომ როდესაც 80, 70, 80 თეთრი უჯდება კილო ყურძნის მოყვანა, ეს 20 თეთრზე უკვე მოცდენა არ აღირს. აი რომ დავიანგარიშო, დაუშვათ, შეიძლება აი მოიყვანა 10 ტონა ყურძენი, ხო? მცირე ფერმერმა. მოიყვანა 10 ტონა ყურძენი, ჩააბარა ლარად. ხო? ამას გამოვიდა პირობითად 10000 ლარისა, ხო? 7000 ლარი რო ხარჯი აქვს დამჯდარი და 6000 ლარი. მთელი წლის განმავლობაში 3000 ლარად უღირს მოცდენა, ხო არ უღირს. იმავე რომ სულაც 500 ლარზე ყველაზე დაბალ ხელფასზე ემუშაოს სადღაც რაღაცა ორგანიზაციაში. ხო იქიდან უფრო მეტი დარჩება. ხო? აი უპერსპექტივო გახდა ამათი ესე იგი ვითომ ეს ყბადაღებული თანადაფინანსება, სუბსიდირება ამ გლეხების და ფერმერების მიმართ აი ყოველგვარ აი აზრს მოკლებულია რა ანუ ღირებულ შედეგს ვერ იძლევა მაინც ისეთნაირი სუბსიდირება უნდა მოხდეს რომ შედეგი დაინახონ თითოეულ ადამიანამდე მივიდეს შედეგი კოოპერატივების პროგრამაზეც მაინტერესებს ანუ ადრე იყო ამაზე საუბარი თუ იცით
კი ბატონო, ვიცით, მაგრამ მანდაც რაღაცა რიგ ბარიერებს აწყდება მოსახლეობა. ეგეც აი მორგებულია, იცი როგორ აი მეებზე, აი ფერმერებზე, აი მსხვილ ფერმერებზე, ვისაც აქვს 50 ჰექტარი, 100 ჰექტარი, აი უფრო იმათზე აქვს გათვლა. აი ეს მცირე ფერმერები, აი ვისაც აქვს 2, 3, 5 ჰექტარი ძალიან სხვადასხვა პრობლემებს და სხვადასხვა ბარიერებს ვაწყდებით. ეხლა ამაზე საუბარი ჩვენ შორს წაგვიყვანს. ეს უბრალოდ რეკლამის სახით აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ აი ჩვენ ამას ესე გაძლევთ ამის შესაძლებლობას და აბა დანარჩენი თქვენიცით და ეს და ეს. აი თავიანთ რაღაც ვალდებულებას იხდიან. რა, რომელიც პრაქტიკულ იმაში და რეალობაში სამწუხაროდ ვერ აჯდება რა. ლექსო თქვენ რა კულტურა მოყავს? ეხა მე მომყავს მე ვენახები მქონდა და ვენახები ავჩეხი, იმიტომ რომ არ იყო მომგებიანი, აი ისეთ ფაში იბარებდნენ, რომ არ მჩებოდა რა მოგება. მოგება მჩებოდა მიზერული და არ მიღირდა იმ მიზერული მოგების სანაცვლოდ, რომ მე იქ გამეწია ამ ხელა ხარჯები, მეწვალა და რაღაცა წლიდან წლამდე პურის ფული დაგვრჩენოდა მარტო. გადავედი მე ხეხილზე. ეხლა მომყავს ბლის ბაღები მაგაშენებული, გარგარი მაქვს და ქლიავები გავაშენე და ეხლა კიდევ რაღაცა თუთის რაღაცა ჰიბრიდული ჯიში მოვიძიე და ის გავაშენე. და მაგ მიმართულებით არის რა იმ პროგრამები? არის იყო რაღაც დანერგემო მოვალი, რაღაცა მთავრობა გეხმარებოდა რაღაცეებში, მაგრამ არა, რაღაცა ეს მოცვისთან დაკავშირებით იყო ეს ისა, რომ თანადაფინანსებას გიკეთებდნენ და მე ხა მაინც და მაინც ამ მოცვზე არა ვარ სპეციალიზირებული და მოცვის კულტურის მიმართ ინტერესი არ გამაჩნია, იმიტომ რომ რატომღაც მგონია რომ კახეთში ეგ იმდენად ვერ გაამართლე, მაგას უფრო მჟავე ნიადაგები უყვარს და ჩვენთან იმდენად არ არის უფრო დასავლეთში რა. და აი ამ კულტურებზე არა. აი რაც ახლა მე ჩაი კახეთში რაც უფრო მოდის და რაც უფრო ის არის მომგებიანი მაგ მიმართულებით სახელმწიფო არ იჩენს რანაირ თანადგომას. ისევ ჩვენი ძალებით აი ესე რაღაცებს მოვიძიებთ, გავაშენებთ, მოვიყვანთ, გავა რამოდენიმე 1-2 წელი ფასი აქვს, მე აღმოჩნდება რომ ბევრი გაშენდა ფასი აღარა, ანუ სტაბილური ბაზარი არ არსებობს. თქვენთვის უფრო მისაღები იქნებოდა რომ რაღაც დაქირავებით გემუშაოთ რამე ისეთ საწარმოში, თუ როგორ შეიძლება მაგის შეფასება? აი როგორ შეიძლება და წეღანაცა ვთქვი, უნდა არსებობს, აი სახელმწიფო უნდა ჩაერიოს იმ კუთხით, რომ იყოს ხილის გადამამუშავებელი საწარმოები. მარტო ეს თბილისის ბაზარი და მარტო აი ეს დაუშვათ ქუთაისის ბაზარი და ესენი ამას ვერ ძრავენ. ხო, კარგი ახლა ეს მაცივრებიც გაკეთდა, კი ბატონო, არის მაცივრები. არ გადის თქვენი პროდუქცია ქვეყნიდან თუ როგორ? კი ბატონო, გადის, მაგრამ ძალიან შეზღუდული რაოდენობით. ეხლა ყველა ატამს მიაწყდა, იმიტომ რომ ატამზეა მოთხოვნა, ხო? ეს მერაკულტურაც ამა გარგარი. ეს გარგრის კულტურა თავიდან ქონდა ფასი, იმიტომ რომ მცირე იყო, ძირითადად სასუნხეთიდან შემოდიოდა. ეხლა ჩვენთან ძალიან ბევრი გაშენდა და ფასი დავარდა. ამ გარგრის რეალიზაცია საქართველოს ბაზარი გაიჭყიპა, მოკლედ ესე ვთქვათ. რო შემოვა ადგილზე ღირს ხოლმე 50-70 თეთრი. ხო და ეხლა მე ნამდვილად აღარ მიყის რომ 70 თეთრად ის მე მოვკრიფო. გავიტანო და ბაზარზე, ოპტავი ბაზარზე გავიტანო და გავყიდო. იმიტომ რომ ის რასაც ესე იგი მუშახელს ჭირდება ის რასაც მე იმას გავყიდე. ხო და აი წვენების გადამამუშავებელი ქარხანა რო იყოს. ან კერძო სექტორში ვინმე ბიზნესმენი დააფინანსონ, ან დაავალდებულონ, რომ მიიღონ აი ესეთი მალფუჭებადი პროდუქტი, რომ ისეთ ფასში, რომ იმ ფერმერს უღირდეს იმისი მოკრეფა, მიტანა და ჩაბარება. აი უნდა იყოს ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არ არის. აი მიგდებულია რა ეს დარგი რა. აი ესეთნაირად რო ვთქვა. და მაინტერესებს, ანუ ჩვენ ხა ვსაუბრობთ ხოლმე, ხო? ანუ თითქოს ორი გზა არის. ერთი გზა არის, რომ ამ ხალხს რაღაცა ბაზრები გაუხსნა, ხო, ყველაზე ტრადიციული ბაზარი ჩვენი არის ჩრდილოეთი ამ შემთხვევაში, ხო, რაღაცა რო დიდი რაღაც კამაზები დაადირთო და გაუშვ, ხო, მაგრამ ანუ ცინემეწარმეს არა აქვს ამის ხო, არა, რა თქმა უნდა. წაიღოს და რაღაც დიდი რაოდ რო უღირდეს, მოკლედ შეიძლება იქაც არ მიიღონ ეს პატარა. მეორე არის ძალიან კომპლექსური საკითხი, ამაზე გვისაუბრია გიორგი, მე და თქვენს, რომ ანუ იქ აგერ ახსენა ლექსომაც, ხო, არ არსებობს კვალიფიციური კადრი, რომ სიტყვაზე ტექნოლოგი იყოს გადამამუშავებელი, არ არსებობს რაღაც რა ვიცი,
ქარხნებში ვინც უნდა დაასახო, მექანიკოსები აღარ თუ ვინც უნდა აგიწყოს ეს სისტემა, ხო? ანუ რეალურად აი რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს ამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ვსაუბრობ, კარგი არის ხო იქ 70-იანებში და 80-იანებში როგორც იყო ეს ყოველთვის, მაგრამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე თითქოს გამოსავალ აგერხარ ლექსოთ საუბრობს, პირდაპირ შეხება აქვს და პერსპექტივას ვერ ხედავს, ანუ რა შეგვიძლია ამ შემთხვევაში ჩვენ რომელიც არ ვართ ამასთან კავშირში, მაგრამ რაღაც სისტემურად ვცდილობ რომ დავინახოთ. ხო, ალბათ პირველი ისიც უნდა ვთქვა, რომ ის რაც იმ 70-იან, 60-იან, თუნდაც 80-იან წლებამდე არსებობდა, იმის განმეორებას ჩვენ ვერ შევძლებთ. ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ იმდენი ვართ, რამდენიც ვართ და იმ ხელა ტერიტორიაზე ვართ, რამ ხელაზეც ვართ, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც მუშაობდა მხოლოდ იმიტომ რომ იყო იმ დიდი სახელმწიფოს ნაწილი. და ის დიდი სახელმწიფო სარგებლობდა ამ ყველაფრით, ხო, ანუ შენი ხილი იქ იმიტომ გადიოდა რომ და იმიტომ იყო ამის ხარდაჭერა რომ ამას დიდი ესე ვთქვათ ესე იმ სახელმწიფო გეგმაში იჭრეს ყველაფერი რომ ამდენი ხილი უნდა მოგეწია და ამდენი ხილი უნდა გაგეტანა იქ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჯერ სისტემა რო სხვა იყო ეკონომიკური ეს ერთია, თავისთავად სხვა იყო და მეორეს მხრივ ბაზარი 250 მილიონიანი იყო ესე რომ ვთქვათ რა, ანუ არა 3 მილიონახევრიანი, არამედ 250 მილიონიანი იყო და აი მაგალითად ის ტანსაცმლის ფაბრიკა რო იყო ველისციხეში, ისიც იმიტომ იყო რომ იქიდან მოდიოდა სუბსიდია ამისი რომ ეს ფაბრიკა ყოფილიყო და რატო? იმიტომ რომ რატო კეთდებოდა პირობითად რომ იყო ეგეთი რაღაცები, რამდენიც მესმის, ხო? რომ იყო რაღაცა ჯგუფი ადამიანების, რომელიც დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში, იყო მეორე ჯგუფი, რომელიც რაღაც ინდუსტრიულ პროცესში იყო და დასაქმებული და ასევე იყო დიასახლისების ჯგუფი, რომელიც სადღაც იყო დასაქმებელი ასევე, ხო? და მაგალითად სამკერვალო ფაბრიკები და რაღაცა საკონსერვო ფაბრიკები და ასე შემდეგ ზირთადად ამ კონტექსტში ეწყობოდა რა, რომ მთელი მოსახლეობის სპექტრი ყოფილიყო დასაქმებული სადღაც და ამის გასატანი ადგილი მოიძებნებოდა, ასე ვთქვათ რა, ანუ ამათ მიერ შეკერილი თუ ამათ მიერ წარმოებული კონსერვი და ასე შემდეგ, ამის გასაღების პრობლემა არ ქონდა იმ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ხო? და უამრავ პრობლემას ქმნიდა ეს საბოლოო ჯამში დავინახეთ რა ბოლოს როცა ვთქვათ მივედით იმ წერტილამდე სადამდეც მივედით უნდა აჩვენა რომ უამრავი პრობლემა ახლდა ამას ყველაფერს ამ ჯაჭვებს ესე ვთქვათ ხო განსაკუთრებით 70-იანი წლებიდან ხო როდესაც ეგრეთ წოდებული ცეხავიკები გაჩნდნენ და მათ დაიწყეს სახელმწიფო ქონების ესე ვთქვათ მითვისება და გამდიდრება ამ საშუალებებით კორუფცია რო გაჩნდა. ხო, კორუფცია, როგორი კორუფცია იცი თან, იმიტომ რომ არსებობდა სისტემური. ხო, აი მაგალითად ერთხელ ერთმა კარგმა ადამიანმა მომიყო ძალიან საინტერესო შედარება მჟავანაძისა და შევარდნაძის პერიოდის კორუფციებს შორის, საბჭოთა კავშირისთვის. მჟავანაძე აძლევდა კორუფციის საშუალებას ადამიანებს, იმიტომ რომ თვლიდაო რომ ის ხელფასი, რაზეც ისინი მუშაობდნენ, არ იყო საკმარისი იმ ცხოვრებისთვის და იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი ასრულებდნენ. რა, ანუ მაგალითად, ძირითადი ნაწილი მეტროსი მჟავანაძის დროს დაიწყო, ხო? და ის განსაკუთრებით რთული ასე ვთქვათ, განსაკუთრებით რთული ადგილები მეტრომშენებლობის სწორედ იმ პერიოდში განხორციელდა ეს. და აქედან გამომდინარე აძლევდა რომ საქმე უნდა გაკეთებულიყო და ამასთან ერთად აძლევდა რაღაცა თვალს ხუჭავდა რაღაცა ვთქვათ ისეთ გადახრებზე ესე ვთქვათ, რომელიც არ იყო კანონიერი, მაგრამ თვლიდა რომ ვთქვათ ისინი იმსახურებენ უფრო მეც. თუმცა რო არ გამოჩნდეს რომ ხა კორუფციას ვამართებთ, რომ აკრო ემატებოდა, ის სხვაგან აკრებოდა და ბოლოს მაინც მივედით. კი, და ბოლოს იქ მივიდით, მაგრამ მეორე ეპოქაში უკვე საქმეც აღარ კეთდებოდა. ის ანუ მთელი ამბავი ეს იყო, ანუ დიდი განსხვავება ამას შორის იყო ის, რომ საქმეც აღარ კეთდებოდა იმ მასშტაბით და ისეთი ხარისხით, რომელიც უნდა გაკეთებულიყო და დარჩა მარტო კორუფცია, ესე ვთქვათ რა, ესე რომ შევადაროთ. ანუ კი, ეს უამრავი პრობლემა იყო, ანუ საბჭოთა კავშირზე რო ვილაპარაკოთ, იქ იმ უამრავ მიღწევასთან ერთად უამრავ პრობლემაზე მოგვიწევს საუბარი. რაც შეეხება დღეს არის პრობლემა ასეთი, რომ შენ გაქვს მართლა მცირე პატარა ქვეყანა, მოსახლეობის საკმაოდ მცირე რაოდენობით ინდუსტრიული პოლიტიკისთვის, ინდუსტრიული პროცესებისთვის და როგორც გამოჩნდა სოფლის მეურნეობის პროცესისთვისაც კი, იმიტომ რომ აი მაგალითად ამეთანხმება ლექსო, რომ იმისთვის რომ მაგალითად რთველი მოკრიფო
ნუ უკვე ბოლო პერიოდში მით უმეტეს იშვიათია რომ რაღაცა ეს ნადის მოწყობა ხა ასე ვთქვათ ნადი კი დასავლური ფენომენი ჩამოგყავთ ხო თქვენს მუშაკი რა თქმა უნდა ჩამოხავთ უფრო სამეგრელოდან და ასე კი ბატონო დასავლეთ საქართველოსდან ჩამოდი ადგილობრივი მუშახელი ამას ვერ გაწვდება ხო და ანუ შესაბამისად ეს ნახე როგორ რაღაცა არის რომ უკვე კი რაოდენობა მოსახლეობის არა თუ და თან ეს ხო არ არის პირობითად ავიღოთ აი მაგალითად რთველის მოკრეფა არ არის განსაკუთრებული კვალიფიკაციის შრომა ხო ამისთვისაც კი ადამიანები არ ყავს ამ ტიპის საქმისთვისაც კი ადამიანები არ ყავს და ეხლა მით უმეტეს წარმოიდგინე კვალიფიციური შრომისთვის რა რასაც ინდუსტრიული შრომა ქვია იმისთვის საჭირო ადამიანები ხო საერთოდ არ ყავს და არ ყავს ხო ანუ ბოდი ერთ რაღაცას ჩავამატებ რა თუ შეიძლება კი ბატონო აი კვალიფიციურ სპეციალისტები ახსენეთ თქვენ აი წეგან სწორედ მაგაზე ვსაუბრობდი აი ეს პროფტექნიკუმები რო იყო სადაც ეს კვალიფიციური პერსონალი მზადდებოდა და გამოდიოდნენ კვალიფიციური სპეციალისტები და აი ეს დაანგრიეს ზუსტად ეს სისტემა მოიშალა ზუსტად კი და მაგას თავისი მიზეზი აქვს ანუ პირობთ ეხლა მაგალითად სახელმწიფო დებს გარკვეულ რესურსს ამ პროფესორებლების აღდგენაში და პროფესორების გაჩენაში და ასე შემდეგ მაგრამ მან სხვა პრობლემა არის მაგრამ აქ სერვისის სფეროა ხოლმე სერვისის სფეროა და ნუ ხო ბაზარზე ორიენტირებულია რა თქმა უნდა ბაზარზე ორიენტირებულია რა და ის მაგალითად ის მოდელი რო ავიღოთ ახლა პირობითად და ესე აი ამოჭრილი კონტექსტიდან ამოჭრილი ის მოდელი აღვადგინოთ რომელიც ის იყო გამოვა რომ უამრავი შევასწავლით ადამიანებს რაღაცა პროფესიებს და უამრავი თავისი პროფესიით დაუსაქმებელი ადამიანები დაგვემატება უბრალოდ ხო მაგალითად არ ვიცი ხა კალატოზობა რო ვასწავლოთ ან და ჩარხთან მუშაობა რო ვასწავლოთ და ასე შემდეგ სადვა საქმებთ რა ანუ ხო ეგ პრობლემაც არის რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე რომ რა ტიპის ეკონომიკა უნდა ავაშენოთ ეს გვაქვს გადასაწყვეტი ისმის ანუ რა არის ჩვენი პრიორიტეტი და მე უკვე უნდა დავსახოთ ის რომ როგორ ვასრულებთ ამას ყველაფერს ხო ანუ მარტო შეგვიძლია ამის შესრულება თუ არ შეგვიძლია და თუ მარტო არ შეგვიძლია ვისთან ერთად ვასრულებთ და როგორ იმ ქვეყნებსაც უნდა ჩვენთან ერთად ამის კეთება თუ არ უნდა მოსწავლეში ხა ჩვენ სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ დაახლოებით პირველ რიგში სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობ იმიტომ რომ ნუ რაღაცა გავასამაგოთ მაინც ჩვენი პოტენციალი ისმის იმიტომ რომ ანუ სამხრეთ კავკასიური ძალისხმების გვისაუბრია ამაზე სამხრეთ კავკასიური ძალისხმების გაერთიანება გულისხმობს სადღაც 15-16 მილიონიან მოსახლეობას თავისი სადღაც 30-40% მუშახელით ხო ანუ ამ 16 მილიონისთან და 40%-მდე მუშახელით ანუ ეს ძალისხმევა უკვე კიდე რაღაცას მოგცემდა და კაპიტალიზმის პირობებში აი ესეთ პროექტებზე მუშაობა როგორ შეგვიძლია აი ეგ არის მთელი ამბავი რომ ეგ არის საკმაოდ წარმოუდგენელია მე კარგად არ წარმოვიდგენი როგორ შეიძლება მოხდეს რომ მეტად როცა სამივე ქვეყანას უნდა ლიდერობა რეგიონში კი ბატონო თუ პირობითად ჩვენს და ჩვენი მეზობლებიც გადაწყვეტენ რომ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ის თუ რა უნდა მოხდეს ჩვენს რეგიონში ოღონდ ესე არ ხდება აზერბაიჯანში მაგალითად აზერბაიჯანი არის ბაზარზე ორიენტირებული სახელმწიფო საკმაოდ აქტიურად ჩართულია ეკონომიკურ პროცესში აზერბაიჯანული სახელმწიფო საკმაოდ აქტიურად როგორც სოფლის ანუ სახელმწიფო ერევა უკვე თვითონ იქ ხო რა თქმა უნდა ერევა იმიტომ მაგალითად პორტებს თვითონ აშენებს და ასე ვთქვათ ნავთობის სახელმწიფოს ხელშია ნავთობის სახელმწიფოს ხელშია და ის პროექტებიც კი რომელზეც ისინი გათვლას აკეთებენ იქ სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ მხარდაჭერას ანუ თუ პირადად არ არის ჩართული მეტიც ანუ აზერბაიჯანი ისეთი სახელმწიფოა სადაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა კარიერული ზრდის ყველაზე მაღალ წერტილად ითვლება აჰა ანუ ეს ჩვენთან რო პირიქით ეს იზრდება ხო ჩვენთან ხო პირიქით არის რომ კერძო სექტორი არასამთავრებოში და ბოლოს არის თუ სახელმწიფო აი თუ არსად არ მივიღეთ თუ ყველგან დამიწუნეს მე სახელმწიფო სამსახურში დავიწყებ მუშაობას ხო ანუ და აი ვერსად ვერი ვარ გადა იმიტომ არის საჯარო სექტორში ანუ ეს დამოკიდებულება ხო არსებობს ახლა ყველასი არ არის რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ადამიანი ამაყობს იმით რომ საჯარო სამსახურში მუშაობს და რა თქმა უნდა ამაყობდეს კიდეც ხო მაგრამ ნუ ის არის რომ აი რაღაც იქ ვერ გაამართლა ესე წარმოუდგენია უამრავ ადამიანს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა იქ აბსოლუტურად პირიქით არის ანუ იქ ითვლება რომ ეს არის კარიერული წინსვლის ყველაზე მაღალი წერტილი რომ სახელმწიფო სამსახურში მიხვედი იმიტომ რომ
მათ შორის იმიტომ რომ სახელმწიფო აკონტროლებს ყველაფერს, ეკონომიკასაც, პოლიტიკასაც და ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებს და იმიტომ არის ასე, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ განსხვავებული ეკონომიკური სისტემა გაქვს, სომხეთს განსხვავებული ეკონომიკური სისტემა გაქვს. ანუ აქ უამრავ წინააღმდეგობას ვაწყდებით, როგორ გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა და ამ ძალისხმევის გაერთიანების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ხო გეუბნები, ძალიან მცირე ვართ. მცირე ვართ როგორც მომხმარებელი, ისე მწარმოებელი. ანუ ჩვენი ერთი პატარა ქვეყანა და ექსპორტზე კიდე ჭიდილი გვიწევს ისეთ სხვილ მწარმოებლებთან, როგორც თურქეთია, რუსეთია, ირანი თავისი რესურსებით იქნება თუ ევროკავშირი და ჩინეთი და ასე შემდეგ. ანუ რო შეხვიდე რომელიმე ისეთ წონად ბაზარზე ბაზრის პირობებით რო შეხვიდე, ესე ვთქვა, თავისუფალი ბაზრის პირობებით შეხვიდე რომელიმე დიდ ბაზარზე, ну ნიშნავს რომ იქ გიგანტებთან უნდა შეხვიდე ჭიდილში. რაც წარმოუდგენელი ამბავია ხა როგორ უნდა შეხვიდე. ну სახელმწიფო არ დაგიდგა გვერდში, ხო? აი მეცაც გეტყვით, ანუ ეს პატარა სახელმწიფოს ეს პატარა სახელმწიფო რომც დაგიდგეს გვერდში საკმაოდ რთული იქნება იქ რამეს გაწვდე, იმიტომ რომ იმდენად მცირე ხარ. იმდენად მცირე რაოდენობით შეგიძლია ახლა წარმოიდგინეთ ჩვენგან 23 წელს თუ არ ვცდები, ხო ექსპორტზე გავიდა 250 მილიონი დოლარის ღვინო. ანუ სულ რო გავჩეხოთ ყველა სხვა კულტურა და დავრგათ მარტო ვაზი, ну შეიძლება გავასამაგოთ ეს რა, ანუ 750 მილიონამდე რო ავიყვანოთ ხა წარმოიდგინე. მაგრამ აი მართლა სხვა არაფერი არ უნდა ვაკეთოთ, როგორც ვიცი. რამდენადაც მომიკითხავს ეს ამბავი, მარტო ღვინოს უნდა ვაწარმოებდეთ და მაგ შემთხვევაში კიდე შეიძლება ეს ну ისიც იმ შემთხვევაში თუ ყველა მიიღო ჩვენი ღვინო სადაც გავიტანთ. ანუ ჩვენი წარმოების პიკია რა, ესე ვთქვათ, ანუ ორი რამე უნდა დაემთხეს თან ერთმანეთს, ხო? ყველგან ვაზი უნდა დავრგათ და ყველა უნდა გალოცდეს. არა, და ჩვენგან ნაწარმოები ყველა ღვინო ვიღაცამ უნდა იყიდოს. ანუ იქაც ხო თავისი ის არის, რა ქვია, მაგას კონკურენცია რა ამ სფეროში, ხო? და აი ამაზე ავალთ. ისმის და ამის ფასი იქნება ის, რომ ყველა სხვა სოფლის მეურნეობის კულტურა განადგურებული გვექნება და 750 მილიონი წელიწადში შემოგვივა. მეტი არ. ხტები? ანუ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ იმისთვის, რომ რაღაცა განსაკუთრებული ნაბიჯები გადავდგათ ხოლმე რაღაცებს. და აქედან გამომდინარეობს ის, რომ გვჭირდება ერთი, რომ ეკონომიკური სისტემის გადააზრება, აბსოლუტურად უნდა დავიჯეროთ. უბრალოდ უნდა დავიჯეროთ, პირველ რიგში ხელისუფლება უნდა დაიჯეროს, რომ მას აქვს გადამწყვეტი როლი ეკონომიკის განვითარებაში. თავისით ეს არ გაკეთდება რა, ანუ ეს უნდა დაიჯერონ. ანუ ის რაც 30 წლის განმავლობაში ჯეროდათ, ის უნდა დაივიწყონ ახლა, აი პირდაპირ ესეთი ესე უნდა თქვან რომ არა ეს არაფერი არასწორი, ყველაფერი არასწორი იყო და ეხლა სხვანაირად უნდა შევხედოთ ამას ყველაფერს. ისმის და ერთი ეს უნდა გავაკეთოთ და მეორე უნდა ვესწრაფოთ იმისკენ, რომ პირველ რიგში ჩვენს მეზობლებთან რაღაცა ტიპის ძალისხმევა გავაერთიანოთ. ეს რა მაინტერესებს, ანუ მართლა როგორც ხა ლექსომაც ახსენა, ძალიან რუხი ფერებია ყველაფერი. არა, რუხი ფერები არ არის, მე ესეთი პესიმისტური არ ვიქნებოდი, ეს გამოსვლადია, ხოლოდ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის რა, ანუ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა დაიჯეროს საკუთარი თავის, რომ ის არის აქტორი. ის არ არის მომხმარებელი ეკონომიკური პროცესების. და ის არ არის დამკვირვებელიც, არც დამკვირვებელი არ არის, არც არბიტრია. ის არის აქტორი. ის არის მთავარი აქტორი ეკონომიკური პროცესის. ვერ ნამანახებს ვერავინ, არ არსებობს ესე განვითარებულ სახელმწიფოს, სადაც ეს ასე არ მოხდა. ანუ ის რა მაინტერესებს, ანუ მე კი იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო სულ უფრო ნაკლებად ჩაერია რა. კი, უკვე რო აეწყობა საქმე, მაგრამ ნახე ამ რო აეწყობამაც რა გამოიწვია, ეხლა რას აკეთებს ტრამპი საკუთარ ქვეყანაში, ხო? რატო აწესებს ტარიფებს? რატო ეჭიდავება კანადას, გრენლანდიას, პანამას და ასე შემდეგ. რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, როდესაც ამერიკის ეკონომიკა განვითარდა და მიაღწია პიკს და ასე შემდეგ და მერე დაიწყეს ეს დერეგულაცია და რაღაც თავისუფალ ბაზარზე მინდობილობა, გამოიწვია რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სუმცირე იმის რა ქვია, მსყიდველთუნარიანობით მთელი GDP-ით მეორე ადგილზეა და არა პირველზე. ჩინეთის შემდეგ. ისმის და ამიტომ თქვეს, რომ იმისთვის, რომ წარმოება ამერიკაში დაბრუნდეს
შემოქმედებითი პროცესი, ეკონომიკური შემოქმედებითი პროცესი, ანუ ინოვაციები და ასე შემდეგ ამერიკაში დაბრუნდეს. ასე შემდეგ გჭირდება სატარიფო პროცესები. გჭირდება ეკონომიკის ხელშეწყობა. ცირა მაინტერესებს, ანუ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ფაქტობრივად ყველაზე იდეალურ ვარიანტში, რომ ჩვენ ვიყოთ წარმოებელი ქვეყანა, ну, წარმოებელი და კონკურენტუნარიანი მთელ მსოფლიოში. ამაზე ვსაუბრობთ, ხო? და რა თქმა უნდა, ეს არის იდეალური ვარიანტი საქართველოსთვის. მაგრამ ანუ არაიდეალური ვარიანტი, რომ ჩვენ შევძლოთ, აი, თუნდაც ვიყოთ მომხმარებლური საზოგადოება, მაგრამ წამოვწიოთ ჩვენი როგორც საშუალო ფენა დავარქვათ თუ შრომელი დავარქვათ თუ გლეხი თუ ფერმერი დავარქვათ, ანუ აი ამის პოტენციალი თუ აქვს, კი რა თქმა უნდა სახელმწიფოს ჩართულობით, მაგრამ აი ამის პოტენციალი როგორ გვაქვს, რომ კი ბატონო ჩვენ ვერ ვეჭიდავებით რუსულ ბაზარს, ვერ ვეჭიდავებით მით უმეტეს ამერიკულს ან ჩინურ ბაზარზე ვერ შევიტანთ ახლა ჩვენ რაღაცას განსაკუთრებულს, ხო? რაღაც გარღვევები არ გვექნება ტექნოლოგიური. მაგრამ აი თუნდაც დღევანდელი საუბარი რო შედგა და დღევანდელი საუბარი როგორიც არის, რომ ფაქტიურად არ ვიცით რა ვქნათ, ხო? აი სამი ადამიანი ვისხედავთ, სხვადასხვა გამოცდილებით, სხვადასხვა ცოდნით და არ ვიცით რა ვქნათ. ხო, ანუ ჩვენ არ ვიცით, შეიძლება ვიღაცამ სადღაც იცოდეს, მაგრამ ის კიდე არ აკეთებს. ხო, ანუ ჩვენ აი ყველაზე მინიმალურზე რა პოტენციალზე ვლაპარაკობთ, აი არ შედგა სიტყვაზე ჩვენი მეგობრობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ვერ გავხდით ჩვენ ინდუსტრიული მწარმოებელი ქვეყანა, აი რაზე ვსაუბრობთ მაშინ? არ ვიცი, მე მაგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება უბრალოდ არსებობა. სულ უფრო მეტად გაგვიჭირდება არსებობა. აი რაზეც ილაპარაკა წეგან ლექსო მაგალითად, რომ აი გარგარი. ერთი უბრალოდ გარგრის მაგალითი რაც მოიყვანა, ხო? ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ ზოგადად სოფლის მეურნეობას ახასიათებს ასეთი ძალიან მარტივი რამე, კლებადი უკუგების პროცესი. კლებადი უკუგების თვისება. ეს რას ნიშნავს, რომ შენ ერთი მიწა არის შეზღუდული რაოდენობის. ანუ იმაზე მეტ რაღაცას ვერ დარგავს ზედ, რამდენიც ისე ვთქვათ, რამდენიც შეიძლება რომ დაირგას. ხო? აი მაგალითად ქარხანაში პირობითად იმდენ ტელეფონს გამოუშვებ, რამდენიც გინდა პირობითად, ხო? ანუ ადგები მაგალითად რაღაცა დეპარტამენტს დაამატება რაღაც იმას ისე გაზრდი ამას ყველაფერს და უფრო მეტ ტელეფონს გამოუშვებ, ვიდრე გუშინ უშვებდი. და ამ შემოგარულ ესე ვთქვათ მიწაზე იმაზე მეტ გარგარს ვერ მოიწევ, ვიდრე შეიძლება რომ მოიწიო. არ არსებობს ესეთი ბუნებაში არ არსებობს ეგეთი რამე. ანუ არსებობს სართულს ვერ დაამატე. ხო, კიდე ქვევის მიწას მე ვერ ჩათხრი და იქ ვერ დარგავ და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ არის აი ეს შეზღუდული რაოდენობის ეს ყველაფერი. ისმის? ანუ ამიტომ რაღაცა იმ შეზღუდული რაოდენობის რესურსზე გათვლა და მასზე დამოკიდებულება და თან კლებადი უკუგების მატარებელ ესე ვთქვათ სექტორებზე გათვლა გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება პრობლემური. სულ იქნება პრობლემური. სულ იქნება პრობლემა მით უმეტეს აგრარულ სფეროს და ტურიზმის სფეროს ეს მუდმივად ახასიათებს ისეთი მომენტები, რომ მოვა სერტყვა და ჩაწვება ეს ყველაფერი დამთავრდა იმ წელს მოსავალი, ხო? მე ან რაღაცა ვთქვათ გვალვები იქნება და ის გააფუჭებს ამ საქმეს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ უფრო მეტი პრობლემა, სულ მუდამ გაქვს რაღაც გარკვეული პრობლემა. ერთ რაღაცას თუ შეიძლება დაასრულოს და დავამაგროს. და არა, ჩამერთით და მე გავაგრძელებ. ხო, ანუ ესე იგი პრობლემა რაში მდგომარეობს რა, მე ერთი მინდა რომ პატარა ჩანართი გავაკეთო და დავამატო ჩემი პირადი მოსაზრება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არა გვაქვს გამართული წარმოება. მარტო ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ შეეხება რა. ავიღოთ ელემენტარული და დაუშვათ ну რა შეიძლება ავიღოთ? ავიღოთ ანუ ლურსმანი ავიღოთ, ავიღოთ რაღაცა თევზის კონსერვი ავიღოთ. ხო შეიძლება რომ საქართველომაც ეს აწარმოოს, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ მივდივართ აქამდე. აი წეგან ვახსენეთ ჩინეთის ეკონომიკა, ამერიკის ეკონომიკა. ამერიკის ეკონომიკა არის რომ მეორე ადგილზეო. კი ბატონო არის. ვის შემდეგ? ჩინეთის შემდეგ, ხო? ჩინეთი არის ნომერ პირველი ეკონომიკა. ჩინეთში ხომ არ არის სუფთა კაპიტალიზმი, არის სოციალიზმია, ხო? კომუნისტური პარტია მართავს და ნუ სახელმწიფო ერევა ყველაფერში, ყველანაირად ერევა სახელმწიფო. კი არის ახლა რაღაც მცირე ელემენტები, რომ სუმთად კომუნისტური არ არის, არის კერძო საკუთრებაც არის დაშვებული და კერძო ბიზნესებიც არის, მაგრამ ძირითადი განკარგავი არის სახელმწიფო.
სახელმწიფოს ჩართულობით ხდება იქ საწარმოების აშენება, გამართვა, რეალიზება, პროდუქციის გატანა, გამოტანა და ასე შემდეგ. აი საქართველოშიც რო და დავინახეთ ამ ჩინურმა სახელმწიფოს ჩინეთში სახელმწიფოს ჩართულობამ და ხელშეწყობამ რამხელა მასშტაბებზე გაიყვანა ეს ქვეყანა. რომ ნომერ პირველ ეკონომიკად იქცა, აწარმოებს ყველაფერს. აბსოლუტურად. ხო შეიძლება რომ აი ჩინეთის მაგალითიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებაც დაინტერესდეს და ჩინურ მაგალითზე ჩაერთოს ამ ყველაფერში და შეიქმნას სახელმწიფო ქარხნები. კი ბატონო, იყოს ის კერძოც, მაგრამ სახელმწიფო ქარხნები, სახელმწიფო ფაბრიკა ქარხნები, რომლებიც რაღაცა პროდუქციას გამოუშვებენ, ხალხს დაასაქმებენ. მერე უკვე იმ კერძო სექტორისთვინაც ბიძგი იქნება, აი სახელმწიფო რაღაცას აწარმოებს, ის კერძო სექტორიც ნელ-ნელა აყვება და მთლიანობაში ეს ეკონომიკა გაიმართება და ამუშავდება. სახელმწიფო რესურსი უნდა ჩაიდოს პირველ რიგში. აი სახელმწიფო არის ძირითადი წარმმართველი ძალა და ძირითადი ლოკომოტივი და მაგან თუ არ აიღო ვალდებულება ეს მარტო კერძო ვიღაც მილიონერების იმედზე დარჩენა რომ იმან რაღაცაში ფული ჩადოს რაღაცა წარმოება გააკეთოს და აი ჩვენ ავშენდებით და ხვალდელდღე აყვავებული და ბედნიერი გვექნება აი ამ იმედად 30 წელია ვართ და არ გაამართლა ამ მიდგომამ და უნდა მოიფხანოს ხელისუფლებამ თავი და თვითონ განახორციელოს ბიუჯეტიდან გარკვეული ინვესტიციები. რო იძახიან რომ ამდენ პროცენტიანი ზრდა გვაქვს, იმდენ პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რეგიონში მოწინავე ეკონომიკა გვაქვს. სად მიდის ეს ფული? ეს უბრალო მოქალაქეებამდე ეს ფული არ მიდის. ილექება ვიღაცების ჯიბეებში და ეს ეკონომიკური აღმავლობა მოკლედ ესე ვიტყვი, უბრალო მოქალაქემდე არ მიდის. არ მისულა. მე ვერ ვძნობ ამათ ეკონომიკურ აღმავლობას. მე როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემამდე არ მოდის ეს ამათი ეკონომიკური აღმავლობა. თუ ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს, მაშინ რატომ გვაქვს ამდენი მიგრაცია? რატომ გარბის ქვეყნიდან ხალხი? ეს ემიგრანტები რატო ყოველწლიურად რატო მატულობს? რატო პირიქით არ ბრუნდებიან თუ გამართული ეკონომიკა გვაქვს და წინსვლა გვაქვს? ამდენ პროცენტიანიო, იმდენ პროცენტ გამოდიან ეს სახელმწიფო ექსპერტები და საუბრობენ. ეს რა სად აისახება ეს? პირველ რიგში ხო უნდა შეეტყოს ეს ჩვენს მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებზე ხო უნდა აისახოს. სამწუხაროდ არ აისახება. იმიტომ რომ არასწორი პრიორიტეტებია დასახული, არასწორი მიმართულებებით არის ეს თანხა გადასროლილი და აი იმიტომ სახელმწიფო ეს ხალხი რო დასაქმდება, სახელმწიფო რო გამოიჩეს მთავარ ინიციატივას, რომ ჯერ ქართული ოცნების ლოზუნგი იყო, მე კარგად მახსოვს 100 ქარხანაო და 100 ფაბრიკაო და ეს უნდა ხალხი მასიურად უნდა დავასაქმოთო. სად არის? რატო არ დასაქმდა? აი ეს რომ მოხდება და ხალხი დასაქმდება, იქ უცხოეთშიც არავინ აღარ გაიქცევა. თავიანთ ცოდნა გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ და ეკონომიკაც ადუღდება და ამუშავდება. რატომ უნდა ვიყოთ საქართველოსდან გაქცეული ემიგრანტების იმედად, რომელიც რო გადმორიცხავს ფულს და ჩვენს ეკონომიკას იქიდან სულს ჩაბერავს და გამოაცოცხლებს, რომ იქ ვიღაცა მოხუც მოულის, ვიღაცის მოემსახურება და გადმოგზავნის ფულს და დღეს ფაქტიურად ამით ცოცხლობს ეკონომიკა. საქართველოსდან ემიგრაციაში წასული ხალხით, რომლებიც იქიდან ფულებს რიცხავენ და ამით სულდგმულობს ეკონომიკა. ჩადონ წარმოება ააღორძინონ, გამართონ რა უნდა 3 მილიონი ნახევარი აღარცა ვართ 2 მილიონი ნახევარი თუ 3 მილიონამდეა მოსახლეობა რა უნდა ამ 3 მილიონი მოსახლეობის ნორმალურად შენახვას და დაპურებას და ეკონომიკის აგუგუნებას ხო არაფერი როდესაც რომ აგერ 80 მილიონიანი თურქეთი გერმანია რამდენი 45 მილიონია ნებისმიერი ქვეყანა თავიანთ მოსახლეობასაც ასაქმებენ და პლუს ამდენი მიგრანტი ჩადის და იმათაც სამუშაოს გამოუნახავენ და ასაქმებენ და იმათ ეკონომიკაში წვლილი შეაქვთ ამ მიგრანტებს ხო თავისუფლად შეიძლება ჩვენი ხალხის დასაქმდეს და პლუს კიდე იქიდან მოვიძიოთ სხვა ქვეყნებიდან მუშახელი და პლუს ისინიც კიდე დავასაქმოთ ნორმალური ესე ვთქვათ სტრატეგიული აზროვნება და სახელისუფლებო ნება რო იყოს
სახელმწიფო ნებარო იყოს. მაგაზე მივიდივარ ზუსტად. აი მთავარი საკითხი რაც დაისვა და გიორგი მას ახსენა ამ შემთხვევაში უნდა 30 წელი რის ის ჯეროდა სახელმწიფოს. ის აღარ უნდა შეეროდეს. კი ბატონო, აბსოლუტურად ვეთანხმები. უნდა შეიცვალოს აი ჩინეთის მაგალითიც, ხო, ეგეც სწორად ახსენა. ჩინეთი არის კომუნისტური პარტიის ქვეშ. ჩვენთან არის პირიქით გამეფებული ანტიკომუნისტი. ანუ აი ეს უბრალოდ ვერ მოდის კორელაციაში ერთმანეთთან, ხო? ჩვენ ვართ ანტიკომუნისტური სახელმწიფო. თვალი უნდა გავუსწოროთ, კი, წარსული გვაქვს, ის გვაქვს, ეს გვაქვს. ჩვენ ვართ ანტიკომუნისტური სახელმწიფო. კანონებშიც კი გვიწერია, რომ ანტიკომუნისტური სახელმწიფო ვართ, რომ აი ფაშიზმი და კომუნიზმი თურმე თანაბარია ერთმანეთთან, ხო? ამას თავისუფლების ქარტია პირდაპირ გეუბნება, რომ ერთი და იგივე იყო, უბრალოდ ორი სხვადასხვა მხრიდან იომეს ერთმანეთში. რაც დიდი შეცდომაა. უდიდესი შეცდომა კი არა, ეს უბრალოდ ისტორიის გაყალბებაა პირდაპირ რო ვთქვათ, ხო? ანუ ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, გვინდა არ გვინდა, აი როგორც თავიდან ესარიონოვიჩის ციგნიდან წავიკითხეთ, ხო? ობიექტურ რეალობაში ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ ობიექტურ რეალობაში გვაქვს ანტიკომუნისტური სახელმწიფო, ბაზარს მინდობილი ეკონომიკა, რომელსაც სახელმწიფო პირდაპირ ამბობს, რომ მისთვის პრინციპულად მიუღებელია სახელმწიფოს ჩართულობა რიგ და ყველაზე დიდთან ინდუსტრიებში. პირდაპირ ამის არ დაუმალია. ანუ არ გეუბნება, რომ მე ეს მინდა, მაგრამ იმას ვაკეთებ. ხო? ნუ წინა და საარჩევნო დაპირებები ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს კი გარჩევის საგანია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ხო? როგორც ამბობენ, იდენტურს არავინ არ ამბობს, როგორც პოლიტიკოსი არჩევნების წინო და მეთევზეო თევზაობის მერეო, ხო? როგორც ამბობენ. ხო და ანუ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ჩვენთვის ახლა ჩვენ რისის შესაძლებლობები გაგვაჩნია. ხო, მონათი. რისის შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ შემთხვევაში, ხო? ანუ მართლა რა გვაქვს ადგილზე. იცი რა, რაღაც პოტენციალი გვაქვს, ანუ პირობითად ესე ვთქვათ, ანუ თუ პრიორიტეტად დავტოვებთ ტურიზმს და სოფლის მეურნეობას, მომორდარ. ერთი რომელსაც აქვს სერიოზული კლებადი უკუგების პრობლემა, ან ტურიზმის სოფლის მეურნეობას გულისხმობ და ტურიზმი რომელიც მთლიანად ესეთი გეოპოლიტიკურ ყევებზეა თან დამოკიდებული. ვიღაცა იტყვის რომ საქართველოს სერიოზულად არის დამოკიდებული მაგაზე და მეორე არ იძლევა იმ ესე ვთქვათ ესეც არის გარკვეული თვალსაზრისით რესურსებში მნიშვნელოვნად შეზღუდული, ხო? და სივრცეში და ასე შემდეგ და სეზონებზე გათბობა გაგრილება ამბავი რაღაც ასე შემდეგ ყველაფერზე არის დამოკიდებული. ანუ ეს შეიძლება იყოს შენი დარგი, ესე ვთქვათ, ეკონომიკის, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს შენი წამყვანი დარგი. არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში. ანუ თუ შენ საბოლოო ჯამში არ წახვედი იქითკენ, რომ ესე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების პროცესი მაღალი უკუგების თვისებით არ განავითარე, შეუძლებელია რომ ეკონომიკურად განვითარდეს. გვაქვს ამის რაღაც გარკვეული შესაძლებლობები, რომ სახელმწიფო იყოს ამაში აქტიურად ჩართული. ერთი რომ მაგალითად სახელმწიფოს აქვს ძალიან კარგი სასტარტო მონაცემი სესხის მოსაზიდად, საერთაშორისო სესხის მოსაზიდად, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი ვალი, საგარეო ვალი არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 38%. იმ ნორმებითაც კი, რომლითაც თანამედროვე ეკონომიკა მუშაობს, რა, იმ ნორმებითაც კი ჩვენ ძალიან სერიოზული ლუფტი გვაქვს, იმიტომ რომ ის თანამედროვე ეკონომიკა, თანამედროვე ეკონომიკური ნორმები ამბობს, რომ 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს. თუმცა მაგალითად არც ერთი დასავლური ქვეყნის, არც მე არ მახსოვს დასავლური ქვეყანა, რომელსაც 60%-ზე ნაკლები ქონდეს. და ზოგიერთ 100% გერმანიას ქონდა და ეხლა გაზარდეს. კი ბატონო, და ზოგს 60% კი 100%-ზე მეტი აქვს, ესე ვთქვათ, ეს საგარეო ვალი. ეს ერთი ელემენტი. დეფიციტის ნაწილშიც, ბიუჯეტო დეფიციტის ნაწილშიც სწორედ ამ ნორმებზე ვართ ხოლმე დამოკიდებული და ესეც პრობლემურია. ეს ორი. მესამე საკითხი არის საპენსიო ფონდი, რომელსაც საკმაოდ ისეთი წონადი თანხა არის აკუმულირებული ამ წუთას. 5 მილიარდამდეა, ხო, უკვე თუ მეტი? ალბათ, უნდა იყოს წესით უკვე მაგაზე მეტი კი. ანუ არსებობს ეს თანხაც, რომელიც ასევე არის გამოსაყენებელი ჩვენთვის. და ეს არის სფეროები, რა თქმა უნდა, რისკიანი სფეროებია, რომელიც დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, ანუ ეს წარმოების პროცესის მაგალითად, აი მე მაინც გონია რომ პირველ ეტაპზე, სუმცირე პირველ ეტაპზე ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გავხდეთ რაღაცა ტიპის საწარმოო პროცესის ჯაჭვის ნაწილი,
და არა სრული ციკლი გქონდეს, მაგალითად აწყობილი წარმოების, იმიტომ რომ რთული იქნება, ჩვენ რთული სრული ციკლი გქონდეს. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, აი მაგრამ რა შეგვიძლია მაგრამ. არ ვიცი, ამ წუთას მე ვერ გაგცემ ამაზე პასუხს, იმიტომ რომ რატო იცი, ახლა რაღაცა რო თქვა რომ ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ბოლოს გამოვა რომ ეს სადღაც იქ რაღაც აქედან გამომდინარე, ამას უფრო მეტი დაგვრალდება რომ შენ გამოდაგხვდეს. ხო და ანუ ძალიან ეფემერულად ავიღოთ რომ მობილურების წარმოება, ხო? პირობით. ანუ რატო ამბობ მობილურებს? იმიტომ რომ ყველაზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია თანამედროვე სოფლიოში, ხო ასეა? მობილურების წარმოება, მაგალითად, ხო? ჩვენ რო ძალიან რომ მოვინდომოთ მობილურებს ვერ ვაწარმოებთ. ანუ აი ეს 5 მილიარდი მთლიანად რო ჩავდოთ, ალბათ ძალიან გაგვიჭირდება, მაინც. ხა აზოტის ქარხანას პლასმასის წარმოება შეუძლია. ხო. ჯერზე პლასმასის წარმოება შეუძლია, არ ვიცი, რაღაცა კიდე რაღაც დეტალების წარმოება შესაძლებელია და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ სრულ ციკლს ეხლავე ვერ ავაწყობთ რა ესე ვთქვა. მაგრამ სამაგიეროდ შეგვიძლია პირობითად რაღაცა ამ ჯაჭვში ნაწილი გავხდეთ. მობილურების წარმოების ჯაჭვში ნაწილი გავხდეთ. და აი დავიწყოთ იქიდან რომ აი ამას ვაწარმოებთ რაღაცას. დამტენებს მაგალითად. არა, ისე ვამბობ, მაგრამ მაინც დამტენებს მაგალითად რაღაცა ვთქვათ, რომელიღაცა X მოდელი მობილური ტელეფონებისთვის დამტენებს ვაწარმოებთ საქართველოში. ხო? ან რაღაცა არ ვიცი, კიდე რაღაც. რაღაცა დეტალს რა. შეიძლება პატარა ჩანართი გავაკეთო. კი ბატონო. შეიძლება ეხლა საერთაშორისო ბაზრებზე ვერ გავიდეთ ამ მობილურის, რადგან მობილურის თემას შეეხეთ, მაგრამ ხო შეიძლება რომ აი ქართული პროდუქტი შეიქმნა, საქართველოს ბაზარი მაინც დაკმაყოფილდეს იმ ქართული, აი როგორც მაგას ვამბობ ზუსტად, ანუ იმისთვის რომ განვითარდე 3 მილიონი ნახევრიან ბაზარზე ვერ გათვლი. თუ გათვლი, იქნები წარუმატებელი. იმიტომ რომ 3 მილიონი ნახევარ ადამიანში 3 მილიონი ნახევარი რაღაცა არ არის ის რაოდენობა, რომელზეც შენ შეგიძლია სერიოზული ეკონომიკური განვითარება დააყენო. აუცილებლად უნდა გაიტანო. აი მაგალითად რო ავიღოთ იმისთვის რომ რაღაცა ვთქვათ მეტნაკლებად წარმატებას მიაღწიო, სადღაც 200-250 მილიონიან ბაზარზე უნდა გქონდეს წვდომა. შენს პროდუქციას. იმიტომ რომ იქაც ხო თავისი კონკურენცია იქნება. იქაც შენი ნაწარმი არ იქნება პირველ ადგილზე, იქაც შენი ნაწარმი არ იქნება ესეთი მოთხოვნადი, მაგრამ 250 მილიონ ადამიანში რაღაცა რა 10%-მაც რო იყიდოს მაგალითად შენი პროდუქტი, ანუ შენი პროდუქტს 10%-ზე მაინც რო კონდეს წვდომა, 10%-ის კი ძალიან დიდია, მაგრამ ამაზე მაინც რო კონდეს წვდომა, უკვე რაღაცას წარმოადგენს შენი ეკონომიკისთვის. აი მე რატომღაც მგონია რომ დაუშვათ იმ დიდ ბაზრებზე რომ გავიდეთ, ჯერ რატომღაც აი დასაწყისისთვის მოდი სახელმწიფო ჩადოს საკუთარი ბაზარი აითვისოს ჯერ, მე ნელა დაიხვეწება და შეიძლება მე უკვე იმ დიდ ბაზრებზეც მოხდეს გასვლა. რატომ არ შეიძლება თუნდაც მობილური რომ დაინტერესდეს სახელმწიფო ჩადოს ინვესტიცია და გამოუშვას ქართული ტელეფონი, რომელიც შიდა ბაზარზე იქნება მარტო ჯერ პირველ ეტაპზე. არა, იყოს თავიდან მოწამგებიან, არა უშავრო, მაგრამ შემდეგ დაიხვეწება. რატო არ იმუშავებს? აი თქვენ წეგან თქვით, რომ გადამამუშავებელი ქარხანა, ის რა ქვია, მაგალითად, კვების მრეწველობის რა, ან სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი ქარხანები და ასე შემდეგ. რამდენიმე არსებობს, მაგრამ იმათაც კი ესე ვთქვათ უჭირთ ის კონკურენცია, რომელშიც ისინი კი იყო ერთი და დაიკეტა. ხო, დაიკეტება, იმიტომ რომ მაგალითად ავიღოთ, აი ტომატ პასტას აწარმოებ მთლიანად ქართულ პროდუქტს, ხო, მაგალითად ქართული ნედლეულით აწარმოებ ტომატ პასტას. შენი აი ამ მასშტაბიდან გამომდინარე, რომლითაც შენ ამას აწარმოებ, გიჯდება ერთეული რაღაცა, თქვათ 5 ლარი. მაგრამ სამაგიეროდ გვერდზე ქვეყნიდან შემოტანილი, ან კიდევ უფრო დიდი ქვეყნიდან შემოტანილი, თქვათ თურქეთიდან და ასე შემდეგ, ხო? იმპორტიორს უჯდება 3 ლარი და ეს ორივე ერთად დევს ერთ და იგივე დახელზე. ბოლოს საბოლოო შენ ძალიან გინდა რომ პატრიოტულად ისევ ქართული იყიდო, მაგრამ იქიდან გამომდინარე შენი შემოსავალი 1000 ლარს არ ცდება თვეში. ცდილობ რომ ის 2 ლარიც და 1 ლარიც და ხშირ შემთხვევაში 10 და 15 თეთრიც კი დაზოგო, ხო? მოსახლეობის უმრავლესობა ეგრეთ ცხოვრობს. ასე არის. ახლა იმას არ უნდა რომ მაგალითად ქართული იყიდოს, ან თქვათ უკეთესი პური შეჭამოს ვიდრე უწევს ყოველდღიურად რო იყიდოს. უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის 10 თეთრიც კი ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელობს. და ეს მომენტი არის მან, იმიტომ რომ მაგალითად გააკეთებ ქართულ ტელეფონს და იქიდან გამომდინარე რომ ყველა ინგრედიენტის
რა ინგრედიენტებიც ამას დასჭირდება, ყველაფრის იმპორტირება მოგიწევს. სამუშაო ძალა შენი მასშტაბიდან გამომდინარე ბევრად ნაკლები იქნება ვიდრე მაგალითად ჩინურის და ასე შემდეგ. შენი ტელეფონი ეღირება თქვა $200 და ჩინეთიდან ჩამოტანილი $500 და ბოლოს თან უნდა დახვეწო გზაში. და ბოლოს ვერ დაყიდი. ამას ჯობია რომ ჩინეთში რომ $500 რო ღირს ის ტელეფონი იმის კეთებაში მიიღო რაღაცა მონაწილეობა. აი იმ $500-დან ცოტა შეგხვდეს ხოლმე შენ, ანუ პირობითად ესე ვთქვათ რა, ვიდრე შენ გათვალო იმაზე რომ მე ბევრ ფულს ჩავდებ ეხლა და $200-დან ტელეფონს გამოუშვებ რა, რომელიც შენ ასე დაგიჯდება უბრალოდ იმ ბევრი პროცესიდან გამომდინარე და ვერ მიიღებ შედეგს. ამიტომ პირველი ესე მუშაობდა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ესე მუშაობდა ქართული ინდუსტრია. ის იყო ნაწილი საბჭოთა ინდუსტრიის. კი ბატონო, ერთი რაღაც აქ იწყებოდა, მეორე იქ და მე საბოლოო სახეს უსვაგან ეძლებოდა ეგ. მასე მუშაობდა და იმიტომ მუშაობდა, რომ ის იყო ერთი დიდი ციკლის და ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილი და არა იმიტომ, რომ საქართველოში თავიდან ბოლომდე ერთი ციკლი არსებობდა და თქვა საქართველოს აკმაყოფილებდა ეს ყველაფერი, ხო? კი ბატონო და ამოიწურა ჩვენი დრო. ამ საუბარში და საინტერესო საუბარში და მართლაც არ მგონია რომ მარტო ჩვენ სამი ფიქრობდეთ ამაზე ჩვენ სამი საუბრობდეთ. არა რა თქმა უნდა. მე მგონი ბევრი ადამიანი და რაც უფრო მეტი იქნება და ჩვენც რომ დისკუსიის ნაწილი ვართ ძალიან საინტერესოა და მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ამ საკითხებზე, იმიტომ რომ მდგომარეობა თითქოს ერთი შეხედვით მართლა გამოუვალია, მაგრამ როგორც ამბობენ, თლად გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. შეიძლება ობიექტურმა რეალობამ თავის დროზე რაღაცა უიმედობა გაგიჩინოს, მაგრამ გამოსავალს მაინც რაღაცა მხრივ ვიპოვით და მე მგონი რომ რაღაცა დასკვნებამდე ჩვენც მივედით შეიძლება ხა საქართველოს გადარჩენის გეგმა ვერ დავდეთ, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ და მე მგონია რომ რადგან ეს უკვე ჩვენი აქ ბოლო გადაცემა ამ სტუდიაში, მე მგონია ამ გადაცემამაც რაღაცა თავისი დანიშნულება მისია შეასრულა და მე პირადად და დარწმუნებული ვარ ვისაც უმუშავია ამ გადაცემაში, ვინც სტუმრად ყოლია, ისინიც ასე თვლიან, რომ რაღაცა პატარა წვლილი შეიტანა იმ პროცესებში, რაც არის და თუნდაც იმ სოციალისტური აზრის შრომელი მოსახლეობის გულისტკივილის გაჟღერებაში. და დიდი მადლობა გიორგი. მადლობა. გიორგი გვიმრაძე, საზმაუს ანალიტიკური სამსახურის უფროსი და ასევე ალექსანდრე სეხნიაშვილი, ფერმერი იყვნენ ჩვენი სტუმრები და დიდი მადლობა მაყურებელს ამდენი ხანი რომ ისმენდნენ ხოლმე და დიდი მადლობა თქვენ წარმატებებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, გაფასებისთვის და მე მგონი რაც მნიშვნელოვანი პრობლემები იყო გავაჟღერეთ და დიდი იმედი მაქვს რომ სახელმწიფო ცოტა სხვანაირად მოიფხანს თავს და მეტი ყურადღება მიექცევა ამ სახალხო პრობლემებს და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებას. იმედია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის.